მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს მიერ შექმნილი პატარა თამაში, რომელსაც ქვია მოგზაურობა კარიერის სამყაროში. თამაში შეუძლია 3-დან 4 მოთამაშეს და დაახლოებით 20 წუთი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ მთელი თამაშის სესია. თამაშს მოყვება სულ რამდენიმე კომპონენტი, ბორდი, 2 ტიპის ბარათები, საკოორდინატო სივრცე და რა თქმა უნდა წესების ფურცელი. თამაში შედგება 2 მინი თამაშისგან, ასე ვთქვათ, და მთელი იდეა არის ის, რომ მოთამაშეებმა კარგად გაარკვიონ, ასე ვთქვათ, თვითონ როგორი ტიპები არიან და რა პოტენციური პროფესიები შეიძლება შეესაბამებოდეს მათი უნარებიდან გამომდინარე. თვითონ თამაში მოგზაურობა კარიერის სამყაროში ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის უილიამ მოლტონ მარსტონის მიერ შექმნილ ადამიანის ტიპების დისკ მოდელს, რომელიც მან 1921 წელს შეიმუშავა და მარსტონმა თავისი მოდელი 2 მთავარ კრიტერიუმს დააფუძნა. პირველი იყო როგორ აღიქვამს ადამიანის სამყაროს და მეორე როგორ მოქმედებს ან რეაგირებს ადამიანი კონკრეტულ სიტუაციებში. ანუ მისი ადამიანის თვისებების, ასე ვთქვათ, კლასიფიკაცია მოახდინა და ჩვენ თავს ასე ვთქვათ, ფიქრობთ, ჩვენ თავს ახასიათებს ვთხოვენ, შეიძლება ჩვენ თავს ახასიათებთ როგორც მაგალითად მოქნილ ადამიანს, ან სტაბილურ ადამიანს, ან გავლენიან ადამიანს, ან დომინანტ ადამიანს. ეს 4 ტიპი არის, ასე ვთქვათ, თავარი არქეტიპი არის შექმნილი ამ დისკ მოდელის მიერ და თითოეულ მათგანს ახასიათებს რაღაც, ასე ვთქვათ, უნარ-ჩვევები, რომელიც მე საბოლოო ჯამში ქმნის აი ამ ადამიანის ტიპს. ეს რა თქმა უნდა თუ დაუჯერებთ პატივცემულ უილიამ მარსტონს. თამაშის პირველ ფაზაში გვირიგდება ესეთ ბარათები, გვირიგდება 8 ბარათი და შემდეგ ჩვენ სვლაზე ვაკეთებთ. შემდეგს ამ 8 ბარათიდან ვირჩევთ ერთ-ერთს, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მეტად შეგვესაბამება ჩვენ. ანუ მაგალითად დიპლომატიური, დომინანტი, ენერგიული, ენთუზიასტი, ორგანიზებული, პედანტი და აქტიური. დავუშვათ ამ 8 ბარათიდან ეს იქნებოდა მერვე, მაგერთა დაჭერილი. ამ 8 ბარათიდან ერთ-ერთს ავირჩევ, რომელიც ჩემი აზრით მე ყველაზე მეტად მახასიათებს, დავიტოვებ ამ ბარათს მე და დანარჩენ 7-ს გადავცემ ჩემს მარცხნივ მოთამაშეს, ანუ საათის ისის მიმართულებით. ესე გაგრძელდება, ანუ მე შესაბამისად მარჯვენა მოთამაშიდან მივიღებ 7 ბარათს, მე ამ 7 ბარათიდან ისევ ავარჩევ ახალი 7 ბარათიდან შესაბამისად ავარჩევ კიდე ერთს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება, დავუშვათ ორიგინალურს და დანარჩენ 6 ბარათს გადავცემ ჩემს მარცხნივ მოთამაშეს და ასე შემდეგ დარიგდება ეს ბარათები, შემდეგ 5-დან კიდე ერთს და ასე შემდეგ. ავირჩე კიდე ერთი, გადავეცი, მე დამებრუნდა ბუნებრივია ჩემი ბარათები, მე იქიდან ავირჩე კიდე ერთი და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც მე დამჩება, ასე ვთქვათ, მომივა 1 ბარათი, მე ვიღებ დასტიდან, დარჩენილი დასტიდან ვიღებ კიდე დამატებით 4 ბარათს და მე უკვე ამ 5 ბარათიდან ვირჩევ კიდე 1 ბარათს და საბოლოოდ მე მრჩება 8 შერჩეული ბარათი ხელში. როგორც შეამჩნევდით, ბარათები ერთმანეთთან განსხვავდება, რა თქმა უნდა, დასახელებით და არტით, მაგრამ ასევე განსხვავდება ზემოთ მოცემული აი ამ ციფრებით. სულ გვაქვს 2 ციფრი, ეს არის A და ეს არის E. ვიღებ და ვაჯამებ A-ს და E-ს საერთო ოდენობას. ნიშნავს ასე ვთქვათ, ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში A-ს ნიშნული იქნება 4 A ბარათი მაქვს ხელში, 2 + 3 + 2 + 3 შესაბამისად სულ გამომდის 10, ანუ A ამ შემთხვევაში მე დავაგროვე 10. 10 A მიმახსოვრებ ამას და E მე დამეგროვდა 2 2 1 1, ანუ შესაბამისად 6 E. საბოლოოდ გამომდის მე მაქვს 10 A და 6 E და ამ მონაცემების შემდეგ მე ვიღებ ჩუმაც აი ამ საკოორდინატო სივრცეს, ჩემს მიღებულ ციფრებს მე ვამრავლებ 2-ზე, ამ შემთხვევაში 20 გამომდის A და 12 გამომდის E და ვნახულობ ამ საკოორდინატო სივრცეზე სად აღმოჩნდა ჩემი აი ამ 2 ნიშნულის გადაკვეთის წერტილი. ანუ A სივრცე არის ეს, E სივრცე არის ეს, შესაბამისად მე ვარ 20 აი აქ და ჩემი იყო 12 შესაბამისად აი აქ. ანუ მე აღმოჩნდი გავლენის ტიპად. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ჩემ თავს ვთვლიდი სანამ ამ თამაშს დავიწყებდი, არ ვიცი, დავუშვათ სტაბილურ ტიპად, აი ამ ჩემს მიერ შერჩეული, მე თვითონვე ავირჩიე ეს თვისებები, ჩემს მიერ შერჩეული თვისებებით, პატივცემული პროფესორის დისკ მოდელი მეუბნება, რომ შენ უფრო შეგესაბამება გავლენის ტიპობა. შესაბამისად მე ვარ აი ამ სიტყვაში. ანუ თამაშის პირველი ნაწილი
სულ ეს არის. ირჩევ თვისებებს, რომელიც შენი აზრით ყველაზე მეტად შეგესაბამება შენ, მერე მიღებულ კოორდინატებს ამრავლებ 2-ზე და მერე ეს კოორდინატები დაგაქ აი ამ საკოორდინატო სიბრტყეზე, იღებ გადაკვეთის წერტილს და ნახულობ რომელ სიბრტყეში აღმოჩნდები შენ. თუ ისე მოხდა რომ თქვათ Z ხაზზე ხარ, შეგიძლია აირჩიო კიდე აქეთ, შენ გადასაწყვეტია, რომელიც უფრო მარტივად მოგდის თვალში და რომელიც უფრო მეტად გონია რომ შენ ხარ. ეს არის ამით თავდება თამაშის პირველი ნაწილი და მერე გადავდივართ უკვე თამაშის მეორე ნაწილზე. თამაშის მეორე ნაწილზე შემოდის აი ეს ბარათები და იმის მიხედვით რამდენიმე თამაში თამაშობთ 3 თუ 4 ვირიგებთ ბარათებს. ბარათებს ვირიგებთ შემდეგი ოდენობით დავუშვათ შლით 3 მოთამაშეზე. თითოეულ მოთამაშის წინ ვალაგებთ სამი მოთამაშის შემთხვევაში 4 დასტას, რომელშიც თითოეულ მათგანში იქნება 4 ბარათი. დარჩენ 4 ბარათს მე გავათავსებ აი ამ ბორდზე. რომ თამაშობდეთ 4 მოთამაშე, მაშინ მე უბრალოდ თითო მოთამაშის წინ დავდებდი 3 დასტას. შესაბამისად წარმოვიდგინოთ ახლა აქედან რომ მოვაკლო 1 დასტა, შესაბამისად აქ გაჩნდება 3 ახალი დასტა. მოკლედ 4 ბარათიანი დასტა იდება თითოეულ მოთამაშის წინ. თუ 3 მოთამაშე თამაშობს 4 ასეთი დასტა იქნება, თუ 4 მოთამაშე თამაშობს 3 ასეთი დასტა იქნება თითოეულ მოთამაშის წინ. მას შემდეგ რაც ეს ამბები ყველაფერი დადეგდება, ჩვენ ვიწყებთ თამაშს. თამაში არის საკმაოდ მარტივი და თქვენი დავალება არის, რომ თქვენს თითოეულ დასტაში შეაგროვოთ 4 იდენტური ბარათი. ზუსტად იდენტური. ეხლა ამ წუთში როგორც ხედავთ 4-ვე განსხვავებული ბარათი მაქვს, მე უნდა შევაგროვო 4 იდენტური ბარათი. როგორც კი მე 4-ვე დასტაში, ამ შემთხვევაში მექნება 4 იდენტური ბარათი შეგროვებული, თამაში მთავრდება. თამაშის წესებში 4 იდენტური ბარათის შეგროვება მოხსენებულია ტერმინით სეტი, შესაბამისად სეტი ნიშნავს 4 იდენტური ბარათის შეგროვებას ერთ დასტაში. როგორ ხდება ეს ამბავი? მე ვარ შეზღუდული შემდეგი წესით, მე ხელში შემიძლია მქონდეს მხოლოდ ერთი დასტა. მე არ შემიძლია ხელში მქონდეს ეს დასტაც და პარალელურად ავიღო ეს დასტაც. ანუ შემიძლია ერთდროულად ხელში მეკავოს მარტო ერთი დასტა. დავათვალიერი აქრეებია, დავდევი, ავიღეს, დავათვალიერი აქრეებია, დავდევი, ავიღეს, დავათვალიერი აქრეებია, დავდევი, ავიღეს, დავათვალიერი აქრეებია. აი ეს ბარათი თამაშის წესებში აღნიშნულია სიტყვით ვირტუოზი, ანუ ამ შემთხვევაში ეს ბარათი არის ნებისმიერი ერთი ბარათის ჩამოსვლებელი, ანუ ჩათვალეთ რომ ნებისმიერი ერთი პროფესია თქვენ ამ ბარათის საშუალებით გაქვთ. თუმცა არ შეგიძლიათ გამოვიყენოთ ერთ სეტში 2 ან მეტი ვირტუოზი, ერთ სეტში შეგიძლიათ მხოლოდ გქონდეთ ერთი ვირტუოზი. ეს წესზე დაიმახსოვროთ ძალიან გთხოვთ. ანუ თამაშის მთელი მუღამი ის არის, რომ დაიმახსოვროთ ბარათები გაქვთ თქვენ დასტებში და რაც შეიძლება ჩქარა ამოცვალოთ აი ამ 4 მოცემულ ბარათში. როგორ ვაკეთებთ ცვლილებებს? ანუ როგორ შეიძლება შევცვალოთ? დავუშვათ მე ვიცი, რომ აი ამ ხელში მე მაქვს ეს ბარათი და ასევე მახსოვს რომ აქაც მაქვს აი ამ დასტაშიც მაქვს ეს ბარათი. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? მე ჩამოვდივარ ამ ბარათს აქ, ვიღებ ამ ბარათს, მე ამას უკავდებ, ვიღებ ამას, აი ამ ბარათს ვიღებ, ვდებ აქ. ვაბრუნებ ამას აქეთ, მე ვიღებ ამ დასტას, ვაბრუნებ ამას აქ, ვიღებ ამ ბარათს და ახლა უკვე გამომივიდა 3 ერთნაირი ბარათი ხელში. აი ესე ჩქარ-ჩქარა უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. ანუ შეზღუდვები დაიმახსოვრეთ, ერთდროულად შემიძლია ხელში მქონდეს მარტო ერთი დასტა და ამოცვლა შემიძლია მხოლოდ ერთი ბარათის ჩამოდებით მაგიდაზე და ერთი ბარათის აღებით. შესაბამისად მე თუ მინდა რომ გადავიტანო ჩემი ერთი დასტიდან მეორე დასტაში ბარათი, უნდა ჩამოვდო ბარათი, ავიღო სანაცვლო, მე ავიღო მეორე დასტა, ჩამოვდო ბარათი და ავიღო ის ბარათი, რომელიც მე მინდა რომ მქონდეს მეორე დასტაში. ეს ამ ყველაფერს ართულებს ის, რომ ეს ხდება არა თანმიმდევრობით, არამედ ერთდროულად. ქაოტურად, ანუ შეიძლება შენ ისეთი ბარათი ჩამოვდო, რომელიც სხვასაც აწყობდა ის ბარათი წაგართვან და მოკლედ ჩქარ-ჩქარა უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. მაგრამ დამატებითი დავალება რა გაქვთ ამ თამაშისას, რახან ჩვენ წინა მინიგეიმის წინა ფაზაზე აღმოჩნდით გავლენის ტიპში, ჩვენი 4 დასტიდან ერთ-ერთი დასტა, ანუ ერთ-ერთი სეტი მაინც უნდა შევადგინოთ ყვითელი პროფესიის ბარათებით. აი ამ ნიშნით.
ან ტუროპერატორი უნდა შევაგროვო, ან მარკეტოლოგი უნდა შევაგროვო და ასე შემდეგ. ანუ მე თუ მინდა რომ მარკეტოლოგი ავაგროვო, აუცილებლად უნდა გავაკეთო ეგეთ რაღაცა, ჩამოვიდი ამას აქ და ავიღო ეს მარკეტოლოგი და ვეცადო რომ მარკეტოლოგები შევაგროვო. მაგრამ რეალურად მე ვხედავ რომ ამ დასტაში კიდე ორი და ადვოკატი ვიყავს და ადვოკატი აქაც არის. ამიტომ ამის აღება ცოტა სისულელე იყო ამ დასტაში. ვხედავ რომ აქაც არის მარკეტოლოგი. შემიძლია ჩამოვდო ეს, ავიღო ეს, გადმოვდო აქეთ, აქ ჩამოვდო ეს, ავიღო ეს, გადმოვდო ეს აქეთ, შემდეგ იგივე ბარათებით ჩამოვდო ეს, ავიღო ეს, მე ისევ ავიღო, ჩამოვდო ეს, ავიღო ეს და მე ისევ აქეთ გავაკეთო ეს ამბავი და აი ამ შემთხვევაში 4, 3 ერთნაირი და 1 ვირტუოზი მაძლევს საშუალებას რომ მე 1 სეტი შევკრა, ამოვატრიალე ყველაზე სანახად და ჩემი 1 სეტი დასრულებულია. აქ მე მჭირდება 1 მარკეტოლოგის შოვნა, აქაც 1 მეცნიერი შოვნა და ამას ცოტა გაუჭირდება. როგორ შეიძლება ახალ ბარათები შემოვიდეს, თავისთავად ველოდებით ხომ მოთამაშეებს, რომლებიც სხვა სეტებს აგროვებენ, ისინი ჩამოდიან ბარათებს, რომლებიც ჩვენ შეიძლება დავჭირდეს და ასე შემდეგ. ესე მიდის თამაში, როგორც კი ერთ-ერთი მოთამაშე შეაგროვებს 4-ვე სეტს, 3 მოთამაშის შემთხვევაში, ან 4 მოთამაშის შემთხვევაში 3 სეტს, ეგრევე მთავრდება თამაში და თუ მას თავის შესრულების სეტებიდან 1 მაინც აქვს იმ პროფესიის, რომელიც შეესაბამებოდა იმ ნახევარსფეროს, სადაც ის აღმოჩნდა წინა თამაში, მაშინ ის ხდება გამარჯვებული. თუ არა აქვს, მაშინ შემდეგი მოთამაშეები, ვისაც ყველაზე მეტი სეტი აქვს შეგროვებული, ნახულობთ მის შედეგებს, თუ მას აქვს დამთხევა, ის იმარჯვებს და ასე შემდეგ. თუ ფრე არის, მაშინ მოთამაშეები ინაწილებენ გამარჯვებას. ეს არის სრულ მთელი თამაში. იმედია მოგეწონათ, საკმაოდ სახალისო თამაში არის, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, როდესაც თქვენ გიწევთ როგორც თქვენი მახსოვრობის ცოტა დაძაბვა, ისე თქვენი ხელის ისრაფის და თვალის ისრაფის გავარჯიშება. ასე რომ თუ მოგეწონათ ეს თამაში, თქო გამოიწურეთ ჩვენი არხი, თუ თქვენ გჭირდებათ თამაშის შექმნაზე დახმარება, შეგიძლიათ ასევე მოგწეროთ, თუ კითხვები გაგისცათ ამ თამაშზე, დატოვეთ კომენტარები ამ ვიდეოს ქვემოთ და ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები.